გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. მიგრაცია და მიგრაციის მიზეზების საკითხზე პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს ისაუბრა. ირაკლი კობახიძე მიზეზებს შორის ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, გახსნილი განათლების სისტემა და სამუშაო ბაზრის დეფიციტი დაასახელა. პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში უცხოელების რაოდენობა დაახლოებით 257,000-ია და მათგან 20,000 არალეგალური მიგრანტია. ბინადრობის ნებართვა 160-ზე მეტი ქვეყნის თითქმის 110,000 მოქალაქეზე არის გაცემული და მათი უმეტესობა სტუდენტები ან სამუშაო ძალის წარმომადგენლები არიან. ჩვენ 2025 წელს გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენი გეგმის მიხედვით კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა. და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ჩვენ მივახცევთ 4,000-იან ნიშნულს. შესაბამისად მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. უცხოელი სტუდენტები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად რჩებიან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 35,000 სტუდენტს აქვს, დამატებით 2,000 სტუდენტი სხვა სახის ბინადრობის მიხედვით სწავლობს. მათი საშუალებით ქვეყანაში 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც განათლების სექტორზე, ისე ადგილობრივ ბაზარზე. არსებული მონაცემებით უცხოელი სტუდენტების წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში თითქმის 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, მხოლოდ მათი ყოფნის შედეგად კი ყოველწლიურად ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი შედის. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ უცხოელი სტუდენტები არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ სამუშაო ბაზრისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რაც საქართველოს საერთაშორისო ცნობადობასა და ინვესტიციურ გარემოს უქმნის. ჩაის მწარმოებლები ცვლილებების მოლოდინში არიან. დარგის განვითარების ახალი სტრატეგია მზადაა. დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მომზადდა და მისი განხილვები სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაწყებულია. სტრატეგია ქართული ჩაის ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და პროცესის მარკეტინგულ მხარდაჭერას გულისხმობს. დარგმა პარლამენტს ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის გადამამუშავებელი ვერსია უნდა წარუდგინოს. სექტორში იმედოვნებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალ რეგლამენტს უახლოეს 2 თვეში მიიღებს. ახალი რეგულაციები რძის სექტორში, რძისა და რძის ნაწარმზე დამატებითი ეტიკეტირების შემოღება იგეგმება ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში შედის და ითვალისწინებს რძის ნაწარმისა და შემცველი პროდუქტების უფრო მკაფიოდ მონიშვნას, რაც მიზნად ისახავს მომხმარებლის უკეთ ინფორმირებულობას და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. რა შეცვლის ეს რეგულაცია როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის და ზოგადად რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს რძის სექტორი, თემაზე ვრცლად რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. და დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. რა თავდაპირველად აზრი მინდა გითხოთ ამ რეგულაციების შესახებ, რას ცვლის ის ბაზრისთვის, ბაზრის მოთამაშეებისთვის, რა შეცვლის ის მომხმარებლებისთვის მისი ამოქმედების შემთხვევაში და შეიძლება თუ არა ამან გარკვეულწილად იმოქმედოს პროდუქციის ღირებულებაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა ზოგადად მომხმარებელს და მაყურებელს შევახსენო, რომ რძის პროდუქტები ეს ის პროდუქტია, რომელიც პირველად იმოხმარებისაა და ძალიან სენსიტიურია ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში ფიქრობთ იმაზე, რომ როგორ გაიაფთეს პროდუქცია და როგორ მივიღოთ უფრო ხელსაყრელი ფასები მომხმარებლისათვის. ჩვენი ასოციაცია ყოველთვის მომხრე იყო და დღესაც მომხრეა ნებისმიერი კარგი ინიციატივისათვის, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ინტერესებს მოემსახურება. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც რძის რეგლამენტში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო ინიციატივაა იმის თვალსაზრისით, რომ მომხმარებელი უფრო მეტად გათვითცნობიერებული გახდეს ამა თუ იმ შემადგენელზე, რძის პროდუქტის შემადგენელზე. ამიტომ ჩვენ მიწვეული ვიყავით სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც ეს ინიციატივა გაჟღერდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ცვლილების პროექტია და ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ ვიმუშავებთ ამ საკითხზე ერთობლივად, განვიხილავთ ამ საკითხზე, რადგანაც თუნდაც იმ შეხვედრაზე წარმოიჭრა მთელი რიგი საკითხები, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს საბოლოო ჯამში, ამიტომ ეს საკითხი მოგვარებული უნდა იყოს.
მაგალითად რა რისკებზეა საუბარი და სანამ რისკებზე ვისაუბრეთ, მომხმარებელი, რადგან ინფორმირებულობა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მით უმეტეს საქმე რძის პროდუქტებს, როდესაც ეხება რა ტიპის ინფორმაციის დატანის თუ მიწოდების ვალდებულება უჩნდებათ მწარმოებლებს მომხმარებლისთვის და დღეს რა არის დაშვებული და რა არ არის დაშვებული. ნახეთ როგორ არის 2020 წელს ისედაც მიღებული იყო ცვლილება, რომელიც შევიდა თავის დროზე დადგენილებაში, რომ აუცილებლად პროდუქტი, რომელიც ნედლერძისგან იქნებოდა დატანილი, მკაფიოდ გამოხატულიყო შეფუთვაზე, რომ მომხმარებელს ცოდნოდა, რომ ეს ნედლერძით არის დამზადებული, რძის ფხვნილის გამოყენებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ინფორმაციის დატანის ვალდებულება ისედაც არსებობს ქვეყანაში. ახლა საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოდი ამას ფერები მივანიჭოთ პიქტოგრამის მეშვეობით, თქვათ, რაღაც ფერი იყოს ნედლერძით დამზადებული, რაღაც ფერი იყოს ნედლერძით და კარაქის გამოყენებით, რაღაცა ფერი იყოს, თქვათ, ნედლერძის და რძის მცენარეული ცხიმის გამოყენებით, რომ მომხმარებელი ფერების მიხედვით აღიქვამდეს უკვე და აღარ ჭირდებოდეს აუცილებლად. იმიტომ რომ წარწერა ძალიან წვრილი შრიფტით არის და შესაბამისად ეს ერთი მხრივ მომხმარებლისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ყოველგვარ კი ბატონო, მაშინ რა რისკები შეიძლება ერთი ის რომ ნახეთ ყოველთვის როდესაც ეტიკეტის ცვლილებაზე მიდის საუბარი, ეს ყოველთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, მწარმოებელს წინასწარ დაახლოებით 1 წლის მარაგები აქვს შეფუთვის შეძენილი, რომლისას ვთქვათ გახარჯვა მას 1 წლის განმავლობაში აქვს განსაზღვრული. ამიტომ სიტყვაზე აი დადგენილებაში როგორც არის მითითებული შეიძლება ეს მაისიდან ამოქმედდეს ეს რეგულაცია უკვე 2 თვეში მოუწევთ მათ რომ ეს ყველაფერი შეცვალა. ამიტომ ძალიან დიდი ზარალი იქნება ეს მათთვის მოუწევთ ძველი შეფუთვის უგულებელყოფა ახალი შეძენა რაც კიდევ დამატებით დროს მოითხოვს დაახლოებით 2 თვე არის საჭირო რომ ეს ახალი შეფუთვა შემოვიდეს. ამიტომ დამატებითი ხარჯები ყოველთვის აისახება თვითღირებულებაში და საბოლოო პროდუქციის ღირებულებაზე. ამიტომ მომხმარებელი რა თქმა უნდა შეიძლება მიიღოს სამეთი უფრო ძვირი პროდუქცია. ეს ერთი. რამდენით აძვირებს, ასე ვიკითხავ, რამდენით შეიძლება გააძვიროს დაახლოებით აი ამ ნორმების შემოღება? აი ეს ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ ყველაფერი რაოდენობიდან არის გამომდინარე. ეს არ იქნება ძალიან დიდი ცვლილება, მაგრამ აქ კიდევ სხვა ნიუანსებია თამდევი, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია. აი საერთაშორისო პრაქტიკა როგორია მაშინ ამ ნაწილში, იმიტომ რომ ჩემთვისაც მე რძის პროდუქტების ხშირი მომხმარებელი რო ვარ და მიუხედავად რომ თითქოს გონია რომ ბაზარზე არსებული მეტნაკლებად პროდუქციაში ვერ ყვევი, ყოველთვის როდესაც მაგალითად იგივე თუნდაც გამოშვების თარიღი მაინტერესებს, იმდენად ცუდი შრიფტით არის, ან იმდენად არ ჩანს, რომ ამ ეს გარკვეულწილად სულ პრობლემაა ხოლმე. ანუ შესაბამისად, აი ამ მიმართულებით რეალურად მე მესმის, რომ ბიზნესის ეს არის დამატებითი ხარჯი, მაგრამ მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით რაღაცა ნაბიჯები მაინც ხო არ არის გადასადგმელი, რომელიც მინიმუმ აი ამ არსებულ გამოწვევების წინაშე არ დაგვაყენებს, რომ ყველაფერს თავი დავენებოთ, თარიღის დაზუსტებაც კირთულია ხოლმე, ხან ეტიკეტზე შეუძლებელია, რომ ეხლა ამაში არ ჯობია რომ არავინ შემომეკამათოს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ყიდულა პროდუქტს და რეალურად ამას საკუთარი თვალით ხედავ, ხო? რა თქმა უნდა, გეთახმებით, მაგრამ ყველა ის წარწერა, რომელიც შეფუთვაზეა განთავსებული, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომა. ამიტომ ვკითხავ, რადგან კანონით არის, ხო არ არის საჭირო ამის შეცვლა რეალურად? რა თქმა უნდა, ეს სამჟელო საკითხია, იმიტომ რომ მე ისე როგორც თქვენ დაინტერესებული ვარ ყოველთვის პროდუქტს, როდესაც ვყიდულობ, მე ვიცოდე რა აწერია და რა არის შემადგენელი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ასეთ სურვილი, რომ უმეტესობამ ეს წაიკითხოს და იცოდეს, რომ ეს ასეა რაღაცა. მაგრამ დაუბრუნდით ისევ იმ საკითხს, რომელიც შემადგენელს ეხება და საბოლოო ფაზზე რაც მოქმედებს. ნახეთ, ეს დიფერენციაცია, როდესაც ესეთი ცვლილება ხდება, ყოველთვის უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება იმაზე, რომ მოდი აი ეხლა რომ ეს დიფერენცირებულია, ნედლერძეზე ხომ არ გაიზრდება ქვეყანაში მოთხოვნა და ეს ნამდვილად გაზრდის და კარგია ამ თვალსაზრისით, რომ ის უნდა გაიზარდოს ნედლერძეზე მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს მის ისა რა ქვია ამბიცია, რომ ჩვენ ქვეყანაში ნედლერძით დამზადებული პროდუქტი ქონდეს სულ, ეს რა თქმა უნდა გაიზარდოს. მაგრამ იმ ფონზე, როცა ქვეყანა არის დეფიციტური, დაახლოებით 30%-მდე დეფიციტური ვართ ჩვენ რძის ნედლეულში, ხო? და ეს არის საერთოდ რძის მოხმარებაზე მაქვს საუბარი, მაგრამ წარმოებაზე უпроსოდ, მაგრამ როდესაც ინდუსტრიულ რძეზე არის საუბარი, რომელსაც აი ეს გადამამუშავებელი ქარხნები მოიხმარენ. აქ კიდევ უფრო სავალალო გვაქვს მდგომარეობა, იმიტომ რომ
ძალიან მცირე პროცენტს აკმაყოფილებს ეს წარმოებისას, იმიტომ რომ დანარჩენი რძე, რომელიც ქვეყანაში მოიპოვება, არ არის სამწუხაროდ იმ ხარისხის და იმ მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და შესაბამისად ქარხლები მას ვერ ყიდულობენ. ამიტომ ეს გამოიწვევს ბაზარზე არსებული მოთხოვნის ზრდას და კიდევ უფრო გაიზრდება ნედლი რძის ფასი. ისედაც ძალიან მაღალია, ეხლა თქვენ რომ მიხვიდეთ რომელიმე ფერმაში და რძის შეწყიდვა მოგინდეთ, ჯერ ერთი ვერ იშოვით და მეორე ერთი თუ მოკიდიან დაახლოებით 2 და 40 ლარი შეიძლება იყოს მისი ფასი, რაც საშუალოდ 80 ევროცენტია, რაც წარმოუდგენლად დიდი ფასია, რაც საბოლოო პროდუქციაზე აუცილებლად ზეგავლენს. გეთანხმებით, რომ დავუშვათ ეს დეფიციტის ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ალბათ თუ ვინმეს აწუხებს ეს თემა, გაწუხებთ თქვენ, იმიტომ რომ რეალურად ამ პროდუქციის შემსყიდველები ხართ, მაგრამ როგორ დავაბალანსოთ მაშინ, როგორ მოხდეს ერთგვარი ბალანსი, რომ თან მომხმარებელიც იყოს ინფორმირებული, ხარისხთან დაკავშირებით მას არ ქონდეს რაიმე ტიპის პრეტენზია და პარალელურად კერძო სექტორიც არ ვაზარალოთ. აი, როდესაც იყო შეხვედრა ამ ნაწილზე თუ იყო საუბარი და გამოსავალი რა თქმა უნდა იყო, იქ ნახეთ შემოთავაზებული იყო ფერებიც რა, თქვათ იყო წითელი, ყვითელი, მწვანე, თქვათ ნედლი რძე, მწვანე და ეს ფერები საიდან მოვიდა? საერთაშორისო გამოცდილებაა თუ? არ არის, არსად არ არის მსგავსი გამოცდილება, ასე არავინ არ აღნიშნავს არსად ესეთ პროდუქციას და ჩვენ მქონდა იმაზე საუბარი, ნახეთ, როდესაც წითელ ფერზე ხა წითელი ფერი ბევრს გვიყვარს, მაგრამ როდესაც რაღაცაზე წითელი ფერია შუქნიშანებით შეიძლება ის იყოს ფსიქოლოგიურად ადამიანს ძალიან უარყოფითად აისახება, ამიტომ ის ცდილობს რომ ეს პროდუქტი აღარ შეიძინოს. აღარც კითხულობს, წარწერა რა აქვს, იცით, რომ აი გონია რომ ეს უკვე მავნია. ამ დროს ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც შემადგენელია სურსათის უნელობის თვალსაზრისით და ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად უნებელია. ის არჩევანი არის უბრალოდ, თქვენ შეგიძლიათ ესეც იყიდოთ, ისიც იყიდოთ, ესეც იყიდოთ, ვისი შესაძლებლობაც აქვს ამ შემთხვევაში მომხმარებელს, ხო? ამიტომ ამაზეც სამსჯელო არის. ნუ კიდევ ერთხელ ვიზახი ინიციატივა თვითონ ის რომ მომხმარებელი მეტად იყოს ინფორმირებული, პირიქით ამას ჩვენ მივესალმებთ. მაგრამ ნაბიჯები ისე უნდა იყოს მოფიქრებული, რომ ამან არ დააზიანოს არც ერთი მხარე და არც მეორე მხარე. კი ბატონო, გეთანხმებით. შემდეგი შეხვედრა როდისთვის არის დაგეგმილი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება როდისთვის იგეგმება, რომ ამას მოგზადებთ? ძალიან მალე იქნება უახლოესი შეხვედრა. ჩვენ აი დღეს ხვალ ჩვენ წერილთაც მივმართავთ კიდევ ერთხელ ეს პროცესი დაჩქარდეს, რომ ჩვენ სამუშაო ჯგუფი სწრაფად შევქმნათ, იმიტომ რომ მინისტრის მოადგილემ გააჩქარა აუცილებლად ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ძალიან ასე თქვა სწრაფ და კარგ რეჟიმში იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მოგვარდება და ყველასთვის ასე თქვა მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთლიანობაში ეს სექტორი დღეს რა მდგომარეობაშია და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე ხართ ისეთი, რომელთა გადაჭრაც შესაძლოა იყოს ძალიან სასწრაფო და ამაზე თუ გაქვთ შესაბამის ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასაუბროდ თუ არიან ისინი მზად ამისთვის, რომ აი ეს პრობლემები, რომ მათ შორის იგივე დეფიციტის ნაწილიც, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ბოლო წლებში, რომ იყოს მაქსიმალურად აღმოფხვრილი. რა მთავარი გამოწვევებია სექტორში? მთავარი გამოწვევა არის ნედლი ხარისხიანი რძის არსებობა ქვეყანაში. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები და ისეთი სისტემა უნდა შევიმუშაოთ გრძელვადიანი განვითარებით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ გავხდეთ თვითკმარები ნედლი რძის თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ რაც არ უნდა რეგულაციები შემოვიღოთ ჩვენ, რაც არ უნდა ასე ვთქვათ კარგი, ასე ვთქვათ კანონმდებლობა გქონდეს, ჩვენ თუ საკუთარი წარმოების ნედლი რძე და ფერმერი არ ყავდა, რომელიც ამ რძეს აწარმოებს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული, ეს ყოველთვის დისბალანსს შექმნის, ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა და ცოდნა, რომელიც აქ უნდა დაინერგოს. ამიტომ აი ამ ერთიანი ჭრილში ჩვენ უნდა დავსდეთ, ვიმუშაოთ და გადაწყვეტის მექანიზმები უნდა მოვიფიქროთ. სანაშენე მეურნეობები იგივე, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ აქვე საქართველოში იქნეს წარმოებული სანაშენე პირუტყვი და ჩვენ აღარ დაგვჭირდეს საზღვარგარეთთან ძვირად მისი შემოყვანა. ამიტომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ის პროგრამები, რომელსაც ვთქვათ იგივე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ასრულებს, ხო? და აკეთებდა ეს პროექტები, შეიძლება რომ აი ამ თვალსაზრისით იყოს მოდერნიზირებული, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ზედა რძის პროდუქტები ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომელიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის უნდა იყოს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს, რადგან თქვენთან ახსენეთ ამ თავისუფლებას მივიცემ ეს ნაწილის ვიკითხო, ფასების საკითხი ერთ-ერთი თუ რამეზე ალბათ საჭიროა ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება, რძის პროდუქტები, რადგან
პირველადი მოხმარების პროდუქცია, სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვკითხულობ, რა არის მთავარი ხელშემშლელი დღეს მწარმოებლებისთვის, მათ შორის მარკეტებთან ურთიერთობის კუთხით და იმაში, რომ ფასებმა მეტნაკლებად დაიწყო შემცირება რძის პროდუქტებზე, მაქვს ბუნებრივი საუბარი და დღეს ბალანსი აი მაყურებლისთვის თვალსაჩინო რო იყოს, რამდენი პროცენტით ძვირდება მარკეტში შესული პროდუქტი თვითონ იმ პროდუქტის ღირებულებას, რომელსაც დაუშვათ რომელადაც თქვენ აწვდით ამ შემთხვევაში კონკრეტულ რიტეილერს. ნახეთ, მე დაუბრუნდები ისევ საწყის, ჩვენ თუ გინდა რომ ფასების ბალანსი და კონკურენტული და მომხმარებლისთვის მისაღები ფასები გქონდეს ბაზარზე, პირველ რიგში უნდა უზრუნველყოთ ნედლეული, იმიტომ რომ დეფიციტური ნედლეული ყოველთვის ძვირია და ის ყოველთვის აძვირებს პროდუქტს. ამიტომ აი ამ საკითხს თუ მოვაგვარებთ, ასევე თუ მოვაგვარებთ იმ საკითხს, რასაც ქვია სურსათის უნებლობის კონტროლის სისტემის გაძლიერება მთელ ქვეყანაში, როდესაც უკონტროლო წარმოებაა ყველის და ეს რძე, რომელიც უკონტროლო რძე არის, მიედინება იმ მეყოლეებში, რომელიც აი ამ უკონტროლო რძისგან უკონტროლო პროდუქტს აწარმოებენ საბოლოო ჯამში, ეს ვერ აძლევს დარგს განვითარების საშუალებას, რომ იმ კეთილსინდისმა ფერმერმა გამსხვილება დაიწყოს და კონკურენტულ გარემოში შექმნას ისეთი ხარისხიანი და შესაბამისად იაფიანი პროდუქტი, რომელიც ფასზე იმოქმედებს და რაც შეეხება უკვე მარკეტებთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, ქსელებთან დაკავშირებულ ფასნამაც, ყველა პროდუქტიდან გამომდინარე განსხვავებულია, იმიტომ რომ ზოგზე მეტი ემატება, ზოგზე ნაკლები საერთო ჭრილში რა ვიყოთ, მაგრამ მთლიანობაში, არ ვიცი, რიგ შემთხვევაში ეს ფასნამატი შეიძლება 55% იყოს, რიგ შემთხვევაში 60, 70 და ამას ანუ იქ ეს ურთიერთობა რომ მეტნაკლებად დარეგულირდეს ფასების შემცირების შესაძლებლობა არსებობს. ფასების რეგულირება ამ თვალსაზრისით შესაძლებელია. ჩემი პირადი მოსაზრება ეს. შეიძლება არსებობს კიდე ნიუანსები, რომლებიც იქ გარედან ასე არ ჩანს კაფიოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში მიწოდებულ ფასსა და მერე რეალიზებულ ფასს შორის არის, აი ამის დარეგულირება რაღაცნაირად ალბათ უნდა მოხდეს და რაც შეეხება კონტროლს, რა ტიპის პრობლემას ვაწყდებით სურსათის კონტროლის ახლა ყველის წარმოება რადგან ახსენეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და რეალურად მომხმარებელს უჭირს ხოლმე გარჩევა, მაგალითად პირობითად ყველი რომელიც იყიდება ქუჩაში, ის არის თუ არა ხარისხიანია, უხარისხოა და შემდგომ ბევრი კითხვა არის ხოლმე ამ მიმართულებით. რეალურად ამ მიმართულებით რა სად გვაქვს სამუშაო, რომ სურსათის დავუშვათ ხარისხზე კონტროლი განსაკუთრებით რძის პროდუქტებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს. ნახეთ, ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ზოგადად სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. წლიდან წლამდე აუმჯობესებენ კონტროლის მექანიზმებს და თქვენ ინფორმაციებიც რომ მოიძიოთ, ყოველ წელს იზრდება აღმოჩენილი იმ კომპანიებისა თუ მიწისქვეშა კომპანიებისა, თქვათ, რიცხვი, რომელზეც უკონტროლოდ აწარმოებენ ამ პროდუქტს. მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ არის საბოლოო ჯამში და თქვენც ახსენეთ, რომ აი ძალიან ხშირად შეიძლება გაიაროთ ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ ასე ვთქვათ, არა ქსელურ მაღაზიაში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველი იქნება თუ რძის პროდუქტი, რომელსაც არავითარი ეტიკეტი არ გააჩნია, უბრალოდ ცელოფნებში არის შეფუთული და უბრალოდ იყიდება. ასევე ვთქვათ, ჰორეკას სფეროში, რესტორნებში, სასტუმროებში, თქვენ არც წარმოდგენაც არ გაქვთ, ვთქვათ, რომ რა ყველისგან არის დამზადებული ის ხაჭაპური თუ სხვა პროდუქტი, რომელსაც თქვენ იქ მივიდეს. ამიტომ აი ამ თვალსაზრისით ზოგჯერ საჭიროა რომ ბოლოდან დავიწყოთ, ანუ საბოლოო რეალიზაციის წერტილებიდან დავიწყოთ და იქიდან მოხდეს კონტროლი, იმიტომ რომ ძალიან რთულია მთელ საქართველოში გააკონტროლო ბაზარი, როდესაც რძის წარმოება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის. ამიტომ საბოლოო დანიშნულების წერტილებიდან კონტროლი და ასევე მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, რომ იქ სადაც შესაბამისი პირობები არ არსებობს, იქ არ უნდა იყიდოს რძის პროდუქტი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში კახა კონიაშვილი საუბრობდა. ახალი ბიზნეს შესაძლებლობები, ინვესტიციების მოზიდვა და სტრატეგიული პარტნიორების დამყარება თბილისი პირველად სტუმართ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. შეხვედრა პანელურ დისკუსიებს, B2B შეხვედრებსა და ინტერაქტიულ სესიებს მოიცავს, სადაც განიხილება გლობალური ბაზრის ტენდენციები, წარმატებული პროექტების გამოცდილება და მომავლის ხედვების სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიაში რა ეტაპზეა საქართველო ამ მიმართულებით და როგორ უნდა იყოს გამოყენებული არსებული პოტენციალი. თემის დეტალებს უკვე მაკა ქოჩლაძე გაგვაცნობს, რომელიც ფორუმს ესწრება.
ეთქებოდა მაკა გისმენთ. მოგესალმები მაია, საქართველოს როგორც სწრაფად მზარდი ბაზარი, რომელსაც მაღალი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. ასე შეაფასეს დეველოპერებმა, ინვესტორებმა, ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტებმა და საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებმა საქართველოს სტუმართმასპინძლობის სექტორი. ისინი საქართველოს განიხილავენ როგორც მზარდ ბაზარს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბრენდებით გაჯერებული, რაც ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოსვლის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ეს არის ფორუმის მიზანიც, რომ ადგილობრივი პროექტები გლობალურ რუკაზე პოზიციონირდეს და ამასთანავე რეგიონმა საერთაშორისო კაპიტალი მოიზიდოს. თავად ის ფაქტი, რომ ორგანიზატორებმა ამ ფორუმის ჩატარება საქართველოში გადაწყვეტეს, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ დიდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და თავისთავად გონია, რომ ამ ფორუმის შედეგები აისახება ჩვენი ტურიზმის სექტორზე, ვიხილავთ ახალ ინვესტიციებს, იქნება ახალი პროექტები, რომლის განხორციელებას დაიწყება. ჩვენ საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობთ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანაში რაც შეიძლება მალე გადაიჭრას ყველა მწვავე პრობლემა და გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს ქვეყანა ტურისტული სექტორის განვითარებას. ეს არის ერთის მხრივ უძრავი ქონების საინვესტიციო ფორუმი სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში, მეორეს მხრივ ჩამოსულია ძალიან მაღალი დონის ბრენდები, მათი წარმომადგენლები, იმ ტიპის ბრენდები სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიიდან, რომელიც საქართველოს ჯერ არ ოპერირებენ და არ გვაქვს. ეს არის ყველაზე მაღალი პრემიუმ კლასი. შესაბამისად, ერთმანეთთან თანხვედრა სწორედ უძრავი ქონებისა და ამ ტიპის ბრენდების იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სეგმენტი საქართველოში განვითარდეს. ჯერჯერობით, რო ვთქვათ, ამ ტიპის სასტუმროები ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ მაღალი დონის მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრენდების საქართველოს შემოსვლა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ამ ბიზნესის განვითარება. სწორედ ესეთი ფორუმები აძლევს ხალხს, ინვესტორებს, წარმოებლებს იმის საშუალებას, რომ მოიძიონ, შეხვდნენ ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბრენდებმა ახალი ობიექტები მოიძიონ და ახალი ბრენდებით წარმოდგიდნენ უშუალოდ ქვეყანაში განვითარდნენ და ჩვენ მენეჯმენტ კომპანიებსაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთჯერ ქვეშ დავანახოთ, ესე ვთქვათ, შევახვედროთ ჩვენი პოტენციური ინვესტორები, ჩვენი პოტენციური მწარმოებლები და პოტენციური ბრენდები, რომლებიც გვინდა რომ შემოვიყვანოთ საქართველოში და ჩვენს ქვეშ ყოფილ ობიექტებში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუმართმასპინძლობის სექტორში არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, ტურისტების მზარდი რაოდენობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და კადრების დეფიციტი, თუმცა სექტორის წარმომადგენლების თქმით, ახალი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ამ გამოწვევებს ეტაპობრივად აღმოფხრის, ასევე საქართველოს მათთვის მიმზიდველ ბაზრად რჩება საგადასახადო შეღავათებისა და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების გამო. ხელისუფლებაც მზად არის ინვესტორების მხარდაჭერისთვის, რაც სექტორის ზრდისთვის აუცილებელია. თუმცა ქვეყნის მთავარი საჭიროება ამ ეტაპზე არის კავშირების გაძლიერება, განსაკუთრებით ავია მიმართულებით. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, მაგრამ ამისთვის საჭიროა მეტი პირდაპირი ფრენა და საერთაშორისო ბაზრებთან წვდომა. სწორედ ავია კავშირების განვითარება არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. ბევრი გამოწვევა, პირველ რიგში დაწყებული იქნა, რომ ინფრასტრუქტურა არის მოსამზადებელი ამისთვის, ეს არის პირდაპირი ფრენები, რასაკვირველია, ეს არის ტრანსპორტი, ეს არის გზები და ეს არის შიდა ფრენების მოწესრიგება იმისათვის, რომ და შიდა გადაადგილების მოწესრიგება იმისათვის, რომ ლაგჟერი მოგზაური ჩამოვიდეს. ქალაქებს შორის მანძილები უნდა შემცირდეს მაქსიმალურად, უნდა არსებობდეს ხარისხისგანი პროდუქტის და ის ახალი ტრენდები, რომელიც დღეს მსოფლიოში არის, რაზეც ტურისტი მოდის. ესენი აკლია, ესენი არის და ამაზე არის ზუსტად მსჯელობა, რა არის გასაკეთებელი დღეს ქვეყანაში იმისთვის, რომ დავაინტერესოთ როგორც ლაგჟერი ბრენდები, ასევე ლაგჟერი მოგზაური. ყველაფერი იწყება იმით, რომ ჩამოყალიბდეს კომპლექსური და ერთიანი ტურიზმის სტრატეგია, რომელიც გააერთიანებს მთელ ეკოსისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო სექტორს, ინვესტორებსა და ინდუსტრიის სხვა მონაწილეებს საერთო ხედვისა და მომავლის მიზნების გარშემო. რაც შეეხება ბარიერებს, მთავარი გამოწვევაა პოლიტიკის თანამიმდევრულობა და სტაბილურობა. ასევე მნიშვნელოვანია სწორი ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც შექმნიან შესაბამის პროდუქტს და ხელს შეუწყობენ გრძელვადიან, თანამიმდევრულ და მდგრად განვითარებას.
ცნობისთვის ჰორეკა სექტორში 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით $20 მილიონზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია და სექტორი ვარაუდობს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რასაც რა თქმა უნდა მსგავსი ფორუმები ხელს შეუწყობს. მადლობა, მაკა ქოჩლაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის რეკორდულ ინვესტიციას აანონსებს ათწლეულის ბოლომდე ის $50 მილიარდ დახარჯვას გეგმავს, რათა ახალი ტექნოლოგიები ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის სამიტზე გახდა ცნობილი ინვესტიცია ძირითადად განვითარებადი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციას მოხმარდება. ამერიკული კორპორაცია განსაკუთრებულ აქცენტს ინდოეთის ბაზარზე აკეთებს, სადაც გასულ წელს უკვე განხორციელდა $17 მილიარდ ინვესტიცია. Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო განამტკიცებს მათ პოზიციებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ციფრულ ბაზარზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია $36 მილიარდი ახალი საინვესტიციო პროექტები დაანონსა, რომლებსაც იაპონური მხარე დააფინანსებს. შეთანხმების ფარგლებში ტექსასის შტატში ნავთობის საექსპორტო ობიექტი აშენდება. ჯორჯიაში ინდუსტრიული ალმასების ქარხანა გაიხსნება, ოჰაიოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგური ამოქმედება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს არის პირველი ეტაპი იაპონიის მიერ აღებული ვალდებულებისა, რომელიც ამერიკის ეკონომიკაში ჯამში $550 მილიარდი ინვესტირებას ითვალისწინებს. შეთანხმება სავაჭრო გარიგების ნაწილია, რომლის საფუძველზეც იაპონურ იმპორტზე ამერიკული ტარიფები 15%-მდე შემცირდა. პლასმასის გამოყენება და მისი ნარჩენის გარემოზე ზემოქმედება გლობალურ პრობლემად რჩება გამოწვევის დასაცლებლად. მსოფლიო ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე უკვე დიდი ხანია ფიქრობს. ერთ-ერთმა ამერიკულმა სტარტაპმა გამოსავალიც იპოვა და ეკოლოგიური პროდუქტი შექმნა. როგორ მუშაობს ეს ინოვაცია და რა შედეგი აქვს მას პრაქტიკაში? ნახეთ ჩვენი სიუჟეტი, მე აქვე გემშვიდობებით, სიუჟეტის შემდგომ კი ანუკი პატიაშვილი სტუმართან ერთად შემოგერთებათ. პლასტმასი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი და იაფი გამოსავალია, ბუნებაში ასეულობით წლების განმავლობაში არ იშლება. ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნარჩენი გროვდება და დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემებს, წყალს, ნიადაგს და ცოცხალ ორგანიზმებს. ამ გლობალური გამოწვევის დასაძლევად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ პლასტმასის ალტერნატივას. ერთ-ერთ ინოვაციად იქცა ამერიკული სტარტაპი GeaStar, რომელმაც თიხის ერთჯერადი ჭიქები შექმნა, რომელიც თავისუფალია ქიმიური დანამატებისგან, ბუნებრივად იშლებიან გარემოში და არტოვებენ მიკროპლასტიკს. ინსპირაცია მოდის ინდური კულჰარიდან, თიხის ერთჯერადი ჭიქიდან, რომელსაც დაახლოებით 5000 წლის წინ ჩაის დასალევად იყენებდნენ. სტარტაპმა ეს ძველი ტრადიცია თანამედროვე ტექნოლოგიით გააცოცხლა. ჭიქები მზადდება თიხის, წყლისა და მარილისგან. თავდაპირველად ისინი თხელი იყო, თუმცა მომხმარებელთა გამოხმაურების შედეგად პროდუქტი შეიცვალა. უფრო პრაქტიკული და მდგრადი გახდა. ერთი ჭიქის გამოყენება ახლა საშუალოდ 3-5 ჯერ შეიძლება, სანამ ბუნებრივად არ დაიშლება. დღეს თიხის ჭიქები ამერიკის შეერთებულ შტატებში 200-ზე მეტ ლოკაციაზე გამოიყენება, მათ შორის ყავის მაღაზიებსა და კაფეებში. ის პრაქტიკულია როგორც ცხელი, ისე ცივი სასმელებისთვის, ასევე დესერტებისთვის. თიხით შექმნილი პროდუქტი როგორც პლასტმასის, ისე ქაღალდის ჭიქების ალტერნატივა. სტარტაპის მიდგომა ეფუძნება ცირკულარულ ეკონომიკას. პროდუქტი რამდენიმეჯერ გამოიყენება, ბუნებრივად იშლება და ამცირებს ნარჩენს. მომხმარებლებს კი ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან არჩევანს აძლევს. მოგესალმებით. ენერგოაუდიტი არის პროცესი, რომლის დროსაც შეისწავლიან, როგორ და რა რაოდენობით ენერგიას მოიხმარ შენობა, საწარმო ან სხვა ობიექტი. ენერგოაუდიტის მიზანია გაირკვეს, სად იკარგება, ან ზედმეტად იხარჯება თუ არა ენერგია და როგორ შეიძლება ხარჯებისა და მოხმარების ოპტიმიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ენერგოაუდიტი გვიჩვენებს, როგორ გამოვიყენოთ ენერგია უფრო გონივრულად. უფრო მეტს ენერგოაუდიტის ჩატარების წესსა და ვალდებულებებზე სტუმართან ენერგოეფექტურობის
მრეწველობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსთან მარიტა არაბიძესთან ერთად ვისაუბრებ. მოგესალმებით მარიტა, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ. მარიტა, საუბარი დავიწყოთ ენერგოეფექტურობის კანონის შესაბამისად აღებულ ვალდებულებებზე. 31 დეკემბრიდან პირველი კატეგორიის საწარმოებებისთვის სავალდებულო გახდა ენერგოაუდიტის ჩატარება. სანამ უშუალოდ წესად ამ პროცედურებზე ვისაუბრებთ, იმ მაყურებლისთვისაც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მე ვიცი რომ თქვენ მუდმივად გაქვთ შეხვედრა კერძო სექტორთან და საწარმოებთან, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ განსაზღვროთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო იმისთვის, რომ პირველ კატეგორიად ჩაითვალოს. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მივესალმებით ტელემაყურებლებს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. დიახ, თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ პირველი კატეგორიის საწარმოებისათვის შემოვიდა გარკვეული ვალდებულება, მაინც მინდა რომ შეხსენებასავით გავაკეთო. ჩვენ 2020 წლის დასაწყისში მივიღეთ ორი უმნიშვნელოვანესი კანონი, ეს იყო ენერგოეფექტურობისა და ცალკე შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი და უკვე 2024 წლის ივლისში შევიტანეთ ცვლილება, ანუ ცოტა უფრო გამკაცრდა ეს კანონები პირვანდელთან შედარებით, რაც ახალი დირექტივის ტრანსპოზიცია მოვახდინეთ. რაც შეეხება პირველი კატეგორიის საწარმოს, როგორც წესი, პირველი კატეგორიის საწარმოს დეფინიციაში არის სამი ძირითადი მიმართულება. ეს არის 100 მილიონის ბრუნვა, 50 მილიონი საწესდებო კაპიტალი და 250-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი უნდა ყავდეს კომპანიას. შესაბამისად, ენერგოაუდიტი ვრცელდება პირველი კატეგორიაში გადის ის საწარმოები, რომელიც ამ სამიდან ორს მაინც აკმაყოფილებს. სექტორზეც კითხავთ, რა სექტორებში მოქმედ საწარმოებზე აქვს? დიახ, ასე არ არის სექტორი და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ბიზნესთან შეხვედრა და პირველი კითხვა, რაც დაისვა ბიზნესთან, იყო იქნებ განსაზღვროთ სექტორი. ასე არ განისაზღვრება სექტორი. ამ სამი მოცემულობიდან ორს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ის გადიოდეს საწარმოში. აი მაგალითისათვის, ხშირად იყო ასეთი მოსაზრება, რომ სადაც ტექნოლოგიური ციკლი მიდის, მაინც და მაინც იმ საწარმოებს უნდა ეხებოდეს. არა და ასე არ არის, შეიძლება ეს იყოს დიდი შენობა, შეიძლება ეს იყოს საწარმო, სადაც ტექნოლოგიური ციკლი მიდის და ასე შემდეგ, შეიძლება ეს იყოს ტრანსპორტის სექტორი. შესაბამისად, თუ ამ სამი მიმართულებიდან ორს აკმაყოფილებს, ის გადის პირველი კატეგორიის საწარმოში და ყველა ვარიანტში მათ ეკუთვნით ენერგოაუდიტის ჩატარება. რასაკვირველია, ენერგოაუდიტის სხვადასხვა მიმართულებები იქნება, შენობებისთვის სხვა იქნება, საწარმოსთვის სხვა ტიპის კვლევის ჩატარება იქნება, ტრანსპორტის სექტორისთვის ასევე სხვა ტიპის იქნება, რომელიც ჩვენ გაწერილი გვაქვს მთავრობის დადგენილებაში და ასევე გაწერილი გვაქვს დეტალურად ყველა ეს მიმართულება. უშუალოდ წესზე ვისაუბროთ, აი როგორ უნდა ჩატარდეს პროცესი ამის, როგორ წარმოგიდგენიათ და ვინაიდან ეს არის სავალდებულო, რა პერიოდულობით მოუწევთ საწარმოებს ენერგოაუდიტის ჩატარება? დიახ, ჩვენი კანონის მიხედვით და ასევე შექმნილი არის ენერგოაუდიტის წესი, თვითონ ჩვენ უკვე დამტკიცებული გვაქვს, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ რომელი ISO სისტემების მიხედვით უნდა მოხდეს ეს კვლევა წარმოდგენილი, ეგრეთ წოდებულ კვლევას ვსაუბრობ გულისხმობ ენერგოაუდიტს. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ 2025 წლის 31 დეკემბრიდან მათ უკვე აითვალათ, ასე ვთქვათ, ამოქმედება. რას ნიშნავს ეს? საწარმო ვალდებულია ჩაატაროს ენერგოაუდიტი ამოქმედებიდან 4 წლის მანძილზე. ანუ 2025 წლის 31 დეკემბრიდან 2029 წლის 31 დეკემბრამდე მათ შეუძლიათ რომ წარმოადგინონ ენერგოაუდიტის ანგარიში და უნდა წარუდგინონ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მაგრამ აქვე მინდა ჩავთვალო, რომ არის ხშირად კითხვა, აუცილებელი არის თუ არა ყველა იმ ღონისძიების გათვალისწინება, რომელიც წერია ენერგოაუდიტში. ასე არ დგას საკითხი, ენერგოაუდიტი და საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ საწარმომ უნდა გააკეთოს ენერგოაუდიტი და ნახოს, რა ტიპის ღონისძიებები ჭირდება იმისათვის, რომ მან ენერგიის შემცირება მოახდინოს თავის პროცესებში, ეს იქნება შენობა, ეს იქნება საწარმოო პროცესები და ასე შემდეგ და რასაკვირველია ამით დაზოგოს თანხა და უფრო მეცაც გეტყვით, რომ ეს თანხის დაზოგო მარტო კონკრეტული საწარმოსთვის არ არის, ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ 2025 წლის 31 დეკემბრიდან 4 წელიწადში წარმოადგენს, მაგრამ
თვითონ რომ განაცხადოს რომ პირველი კატეგორიის საწარმოა აი ეს ვადა სადამდე აქვთ იცით რა ვადა ქონდათ მათ ესე იგი 26-31 იანვრამდე მაგრამ მომართვიანობა და თხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ მინისტრის ბრძანებაში ცვლილება და 1 მარტამდე შეუძლიათ რომ წარმოადგინონ განაცხადი რომ ისინი ნამდვილად არიან პირველი კატეგორიის საწარმოები დიახ ეს არის სპეციალური ფორმა ერთგვერდიანი ფორმა რომელიც თან ახლავს ჩვენ ენერგოაუდიტის წესს რომელიც უკვე შემუშავებული გვაქვს 2025 წელს იქნა ეს დამტკიცებული და სწორედ ამ წესის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მონაცემები თუ რა უნდა წარმოადგინონ ამ სამი კრიტერიუმიდან რამდენ საკმაყოფილებენ ჩვენ კი ვისაუბრეთ რომ ორს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ მაგრამ არის საწარმოები რომელიც სამივე საკმაყოფილებს ამიტომ აუცილებლად უნდა წარმოგვიდგინონ მინიმალური ინფორმაცია თვითონ კომპანიის შესახებ რომ ჩვენ ბაზაში გავაჩინოთ და გქონდეთ მათთან კომუნიკაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხარჯებზეც მინდა კითხოთ არ ვიცი რამდენად რელევანტურია ეს კითხვა და თუ არის ასე ფიქსირებული ხარჯები მაგრამ ალბათ ესეც ერთ-ერთი კითხვა არის რაც მათ დაინტერესებს ენერგოაუდიტის ჩატარება რა დაუჯდება საწარმოს და დამოკიდებული იქნება თუ არა ეს ფასი მოცულობაზე თვითონ საწარმოს რასაკვირველია კონკრეტული ფასის თქმა დღეს ძალიან რთულია მაგრამ თქვენ რაც ბოლოს უკვე ბრძანეთ რომ ფასი დამოკიდებული იქნება თუ არა მოცულობაზე რასაკვირველია ფასი დამოკიდებული იქნება მოცულობაზე რაც უფრო რთული ტიპის საწარმოა იქ გაცილებით დიდი სამუშაო იქნება რაც უფრო დიდი შენობა იქაც გაცილებით დიდი სამუშაო იქნება გასაკეთებელი ასე რომ ფასი რასაკვირველია ეს არის ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში მოთხოვნა მიწოდება როდესაც დარეგულირდება ფასი უფრო მეტი განისაზღვრება ესე ჩამოყალიბებული არ არის და ერთიც უნდა გითხრათ რახან ფასს შევეხეთ ამ ნაწილთან ალბათ პირდაპირ ბმაშია ნებისმიერ ბიზნესს რომელიც პირველი კატეგორიას განეკუთვნება აქვს ალტერნატიული საშუალებებიც ან გააკეთოს ენერგოაუდიტი ან დანერგოს თავის საწარმოში გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები და საინჟინრო მენეჯმენტის სისტემები ანუ გამოდის რომ შეიძლება საწარმომ საერთოდაც არ გააკეთოს ენერგოაუდიტი მაგრამ მას გქონდეს ამ ტიპის სისტემა ოღონდ როდესაც ჩვენ საუბრობთ გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები აქ ძირითადი ფოკუსირება უნდა გახდეს ენერგიის მოხმარებასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხსა და ჩვენ როდესაც დადგენილება დავამტკიცეთ აი ამ ალტერნატიულ ღონისძიებაზე ჩვენ მინიშნება გვაქვს რომ ენერგიაზე უნდა იყოს ფოკუსირება გამოდის რომ ან ენერგოაუდიტი ან გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები ან საინჟინრო მენეჯმენტის სისტემები რასაკვირველი ალტერნატივა არის და მე მეცაც გეტყვით როდესაც განაცხადები წარმოადგინეს თვითონ საწარმოებმა ეხლა ეს ათეულობით შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა მაგრამ იყო რამოდენიმე შემთხვევა პირველი კატეგორიის საწარმოებში ეს საინტერესოა თქვენ ვადაკი გადაუწიეთ წარმოადგენაზე მაგრამ უკვე იმ საწარმოებიდან ვინც წარმოადგენა რამდენად კარგად არის ახალი და გათავისებული ეს ახალი ვალდებულება დიახ ვფიქრობთ რომ გათავისებული არის და ამას წინ უძღოდა ეკონომიკის სამინისტროდან რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ბიზნესთან იმიტომ რომ ქონდათ დასაზუსტებელი კითხვები და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და გვაქვს ონლაინ პლატფორმა სადაც შემოგდის ყველანაირი კითხვები და ასევე ფიზიკურად შევხვდით ჩვენ ბიზნესს და წარმოდგენილთან დაკავშირებით რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ რომ როგორი იყვნენ მომზადებული და ასე შემდეგ მე როცა ალტერნატივას შევეხე გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები და საინჟინრო მენეჯმენტის სისტემები სხვათა შორის რამოდენიმე ესეთი დიდ საწარმოს უკვე დანერგილი ქონდა და მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების მიხედვით ჩვენ მივხვდით რომ ეს იყო ზუსტად იმ ISO სისტემების მიხედვით წარმოდგენილი ანგარიშები და ასევე მოგახსენებთ რომ როდესაც ჩვენ უფროსი ღრმეებში ჩავედით ეს იყო ევროკავშირში აკრედიტირებული ორგანოს მიერ მომზადებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ იყო ძალიან ბევრი შემთხვევა მაგრამ უკვე წარმოადგინეს და ძალიან სასიამოვნო იყო ამის ნახვა იმიტომ რომ უკვე სანამ ჩაირთვებოდა ეს ჩვენი ვარდებულება ქონდათ ამ ტიპის ასე ვთქვათ აქტივობა დაწყებული პირველი კატეგორიის რამოდენიმე საწარმოს და ჩვენ ძალიან გაგვეხარდა და ყოველთვის ვითანამშრომლებთ ამ კუთხით შემდგომ როგორ უნდა განავითარონ ეს მიმართულება ფასთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ ალბათ ეს არის მაინც უფრო დარეგულირდება ბაზარზე იმიტომ რომ ეს ახალი მიმართულებაა და ვნახავთ დროთა განმავლობაში როგორ იქნება უბრალოდ აქვე უნდა გითხრათ რომ ჩვენ არ გვყავდა შესაბამისი ექსპერტები გარდამავალ ეტაპზე საერთაშორისო სტანდარტებით მივანიჭეთ უფლებამისი მოსილება ექსპერტებს ვინ უნდა ჩაატაროს დიახ ვინ უნდა ჩაატაროს ეს არის ზუსტად ამ სისტემების მცოდნე ადამიანები და ასევე დიახ სერტიფიცირებული თუმცა უნდა გითხრათ რომ ეკონომიკის ამგრადი განვითარების სამინისტროს SIPI ეს არის სერტიფიცირების ორგანო ჩაერთო ძალიან აქტიურად და ჩვენ მათთან ერთად ვაკეთებდით ბიზნესთან შეხვედრებს რომ მათ მიეღოთ კომპეტენტური ორგანოებისგან პასუხი თუ როგორ შეუძლიათ მოემსახურონ
როლს და თუ ვინ უნდა დაიქირავონ ამ პროცესებში. ჩვენ ამის დეტალური განმარტება მივეცით და აკრედიტაციის ორგანო მზად არის მიმართვიანობისთვის. ჩვენთვის როგორც ცნობილია დაინტერესებულები არიან უკვე ამ ნაწილში და ჩვენ უკვე ზუსტად ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე ბაზარზე გავაჩენთ მომსახურე ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც მოემსახურებიან ბაზარს. მაერტა, ჩვენ ამ გადაცემის ფარგლებში სხვადასხვა სტუმართან ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ენერგოეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ენერგიის დაზოგვას ძალიან ბევრი დადებითი მხარია. აი, ენერგოაუდიტის ჩატარების შემთხვევაში კომპანიას გარდა იმისა, რომ ხარჯი დაეზოგება, კიდე რა საწარმოს ამ შემთხვევაში კიდე რა დადებითი სიკეთე შეიძლება რომ მას მოუტანოს ენერგოაუდიტმა ეს საწარმოს გადმოსახედიდან და ასევე აი ქვეყნის ჭრილში, ქვეყნის ენერგეტიკულ სტრატეგიასთან მიმართებაში ამ ღონისძიებების ჩატარება რამდენად კარგად დაისახება ჩვენ სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად. დიახ, მოგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და მოდი ბოლოდან დავიწყებთ ქვეყნის ჭრილში თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს 2030 წლისთვის აქვს სამიზნე მაჩვენებელი, როგორც ენერგოეფექტურობაში, ასევე განახლებადი ენერგიებში და ენერგიის ხელმისაწვდომობის ნაწილში. უნდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ ამბიციური სამიზნე მაჩვენებლებია, მათ შორის ენერგოეფექტურობის კუთხით, ამიტომ ჩვენ ეტაპობრივად აუცილებლად უნდა დავიწყოთ და მე აქვე გეტყვით, შეიძლება თემატიკას ცოტა ცდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ახალი შენობებისათვის შემოვიღეთ მინიმალური მოთხოვნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, სწორედ ზუსტად აი ამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაა და ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის არის ორი მნიშვნელოვანი, რასაკვირველია, აქვე მიზნები კიდე ბევრია. პირველი ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება და მეორე ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება, იმიტომ რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებით ჩვენ ვღებულობთ ენერგიაზე მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, დანაზოგს, რაც მეზობელ ქვეყნებთან დამოკიდებულებას გვიმცირებს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბოლო 5 წელიწადში კოლოსალურად მაღალი არის იმპორტზე დამოკიდებულება. სწორედ ამ ღონისძიებებით უნდა მივახციოთ. ეხლა დაუბრუნდები კიდევ თქვენ ბოლო კითხვაში, წარმოდგენილს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბიზნესისათვის და საწარმოსათვის ეს რატომ არის მნიშვნელოვანი. პირველი, რომ მათ ენერგია დაზოგეს და ეს არის მათი ბიუჯეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის გადაიარაღების დროს ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების ჩანაცვლება, რაც გარემოს დაცვითი კრიტერიუმებისათვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც პირველი კატეგორიის საწარმოებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ჰაერის დაბინძურებასთან და მასთან დაკავშირებული საკითხები და პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკა, იმიტომ რომ ნაკლები ენერგიის მოხმარებით ეს მაჩვენებელიც ნელ-ნელა მცირდება. შესაბამისად, გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ეს არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის უნდა გითხრათ ტრანსპორტის სექტორში, იმიტომ რომ მე როგორც ვახსენე პირველ კატეგორიის საწარმოში არის ტრანსპორტის ნაწილი, სადაც არის აუცილებელი ენერგოაუდიტის ჩატარებაც, თუ ის პირველი კატეგორიაში გადის და ჩვენ არ შევდივართ შინამეურნეობაში და ჩვენ არ შევდივართ პირდაპირ, ასე ვთქვათ, ამ კერძო საკუთრებაში მყოფ, ასე ვთქვათ, მიმართულებებზე. შესაბამისად, ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის ენერგიის დაზოგვა, შემდგომ უკვე საწარმოსთვის ეს არის მათი ბიუჯეტის დაზოგვა და ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარება, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წოდომა და მასთან დაკავშირებული და საერთო ჯამში ასევე უნდა ვახსენო, რომ პარიზის ხელშეკრულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ეკონომიკის სამინისტროს აქვს თავისი წილი ვალდებულება, ჩვენ პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში და სწორედ ამ ღონისძიებებით ვახცევთ სამიზნე მაჩვენებელთან მიახლოებას, რომ რაღაცნაირად ეს ამბიციური სამიზნე მაჩვენებლები, როგორც ენერგოეფექტურობის კუთხით, ასევე ემისიების შემცირების და განახლებადების კუთხით რაღაცნაირად მოვახერხოთ და მივახციოთ 2030 წლისთვის. და ჩვენ საუბრის დასასრულს ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ თქვენი მთავარი გზავნილები ამ საწარმოებისთვის, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით ენერგოაუდიტის წესთან დაკავშირებით რა არის. დიახ, კიდევ ერთხელ მადლობა. ჩვენ საწარმოებისათვის ძალიან მოკლედ მინდა რომ ასეთი განსაზღვრება გავაკეთო, არ შეეშინდეთ ასეთი ვალდებულების, იმიტომ რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მზად არის იმისათვის, რომ მათ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი, ყოველთვის მზად ვართ, რომ ფიზიკურ შეხვედრებსაც უმასპინძლოთ და ასეთი გქონია და მე ამაზე უკვე ვისაუბრე. ეს არის ისეთი მიმართულება, რომლითაც თვითონ დაინახავენ ბენეფიტს, ასე რომ არ შეეშინდეთ, ჩაატარონ ენერგოაუდიტი კვალიფიციური ორგანიზაციის ან კვალიფიციური ექსპერტების მიერ და ამის შემდგომ თვითონ ნახავენ იმ სარგებელს, რაზედაც მე უკვე ახლა ვისაუბრე და თვითონაც მიხვდებიან, რომ პროცესში ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას მიაღწევენ. მაგალითისათვის შენობებს, როდესაც ეხება საქმე, თეორიულად ეს არის 40 უკვე აშენებულ შენობებზე, მაგრამ პრაქტიკულად 38-35%
10%-ის ფარგლებში შეუძლიათ ენერგიის დაზოგვა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ძალიან დიდი მადლობა მარიტა, მეგისურვებთ წარმატებებს. ენერგეტიკის რუბრიკა დღეისთვის დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს ერთ კვირაში შევხვდებით, ხოლო გადაცემა ბიზნეს პარტნიორი ხვალ ტრადიციულ დროს დაბრუნდება ეთერში.